გამარჯობათ, მოგესალმებით დაპირებულ მესამე თავში. წინა ლექციაში ჩვენ ვისაუბრეთ კომუნიკაციაზე, გვქონდა ალეგორია სასახლეების და დავასკვენით, რომ ადამიანიდან ადამიანამდე შესაძლოა არის, რომ კონკრეტულ სიტყვას განსხვავებული ფორმა, ფაქტურა, დატვირთვა ჰქონდეს, რაც უფრო აბსტრაქტულია სიტყვა, მით უფრო შეიძლება განსხვავდებოდეს მისი სტრუქტურა და მნიშვნელობა კონკრეტული ადამიანისთვის. რა თქმა უნდა, ეს თქვი იმიტომ, რომ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი კურსის დროს ალბათ ხშირად შევეხებით ცნებებს, განსაკუთრებით თუ ეს ცნება არის აბსტრაქტული, რომლის მნიშვნელობაც თქვენთვის შეიძლება იყოს აბსოლუტურად განსხვავებული, ვიდრე ჩემთვის ან სხვა ნებისმიერი ადამიანისთვის. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ როდესაც ერთი სასახლიდან მეორე სასახლეში ადამიანი ცდილობს ინფორმაციის გადაცემას და მეორე ადამიანი ცდილობს ამ ინფორმაციის მიღებას. მაგრამ მოდი დავსვათ ეგეთი შეკითხვა. ვინ არის ის, ვინც ცდილობს ამ შინაარსის გადაცემას და ვინ არის ის, ვინც ცდილობს ამ შინაარსის მიღებას? რეალურად ეს არის ძალიან ეგზისტენციალური კითხვა, მაგრამ მოდი დღეს ძალიან გავამარტივოთ და ვთქვათ, დავსვათ შემდეგი კითხვა. როდესაც ჩვენ ახალ ინფორმაციას ვიღებთ, არის ინტელექტი ის შრე, რომელიც ცდილობს ამ ინფორმაციის მიღებას, თუ არის ცნობიერება, რომელიც ჩართულია ამ პროცესში, თუ ორივე ერთად. აი, მოდი ამაზე ვიმსჯელოთ დღეს და პირველ რიგში ვეცადოთ, რომ გავმარტოთ რაღაცნაირად, დავრწმუნდეთ, რომ მეტნაკლებად თქვენც იგივე გესმით, რასაც მე ვგულისხმობ. და მოდი განმარტებები, რომელსაც აქ შემოვიღებთ, გამოვიყენებთ მხოლოდ ამ და სხვა კურსების განმავლობაში. თქვენი სურვილია, თქვენ შეგიძლიათ სხვაგანაც გამოიყენოთ, მაგრამ მე კონკრეტულად მინდა რომ განმარტო აი რაღაც ჩვენი კონტექსტისთვის, რომელიც თავიდანვე ვახსენეთ, ხო, შეთანხმებული ვიყოთ რაღაც ცნებებზე. მოდი ვთქვათ, რომ ინტელექტი არის გარკვეული მექანიზმი, რომელიც პასუხისმგებელი არის ინფორმაციის მიღებაზე, ლოგიკურ დამუშავებაზე, შეფასებაზე, ყველაფერი იმაზე, რასაც შეგვიძლია რაციონალური უწოდოთ. რაც გამოთვლადია, რაც შეიძლება იქნას გაგებული. მაშინ რა არის ცნობიერება? რა შეგვიძლია დავარქვათ ცნობიერება? საქმე იმაშია, რომ როდესაც ამ შეკითხვას ვსვამთ, თავად ამ შეკითხვის დამსმელიც და ის მექანიზმი, რომელიც პოტენციურად შეიძლება შეეცადოს პასუხის გაგებას, არის თავად ინტელექტი. თავად ეს მექანიზმი. და ინტელექტს აქვს ერთი ეგეთი თვისება, ისევ როგორც ნებისმიერ გამოთვლით მექანიზმის. იმისათვის, რომ მან დასკვნები გააკეთოს, გარკვეული ფაქტები ჭირდება, გარკვეული ექსპერიმენტების შედეგად მიღებული მასალა, ანუ რაღაცაზე დაყრდნობით, აი მათემატიკაშიც კი, როდესაც ჩვენ ვიწყებთ გარკვეული ჰიპოთეზის დამტკიცებას, რაღაცა ჭირდება ფუნდამენტური, რომელსაც აქსიომები დავარქვით, რომელზე დაყრდნობითაც ვიწყებთ მტკიცებულებას, ხო? ფიზიკაში შეიძლება ეს იყოს ექსპერიმენტების შედეგად მიღებული, დაკვირვებების შედეგად მიღებული ინფორმაცია და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ იმისთვის, რომ გარკვეული მსჯელობა ვაწარმოოთ და გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ, ამისთვის გვჭირდება ან გარკვეული ფაქტები, რომელიც უკვე ვალიდურია, ყოველ შემთხვევაში თუ ინტელექტის მექანიზმი სწორად ფუნქციონირებს და არასწორად ფუნქციონირებას მოგვიანებით ვისაუბრებ, ჩვენ გვჭირდება გარკვეული ელემენტები, რომელთა ლოგიკური გადაბმით იმ ახალ ინფორმაციაზე, რომელიც შემოვიდა, აი ამაში გატარებით ჩვენ ვიტყვით, რომ აჰა, ეს თუ ესე, მაშინ ეს მცდარია, ან არა მცდარია, ან შესაძლოა დიდი ალბათობით იყოს ვალიდური და ასე შემდეგ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ცნობიერებაზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცნობიერება არის რაღაც მეტაფიზიკური. რაღაც ისეთი, რომელიც ინტელექტს არ აქვს ბევრი ფაქტობრივი მასალა მის შესახებ. და ძალიან ბევრი ნაწილი ესეც შავი ყუთი არის მისთვის. კარგი. თუ ინტელექტს არ შეუძლია გაიგოს რა არის ცნობიერება და თუ ჩვენ რაციონალურად არ შეგვიძლია გავიგოთ, რადგან როგორც თქვით, ცნობიერება არის რაღაც მეტაფიზიკური, რაღაც მიღმიერი და ინტელექტი კიდე ოპერირებს იმ ცნებებით, რომელიც ჩვენთვის კარგად არის ცნობილი და ინტელექტუალურად ჩვენ ვანკვირდებით იმ სამყაროს, რომელშიც ვიმყოფებით, ხო? ამიტომაც არის მაგალითად, რომ როდესაც ჩვენ
გვესაუბრებიან აქვს კვანტურ ფიზიკაზე და ვაკვირდებით კვანტურ სამყაროს, ძალიან ბევრი რაღაცა ჩვენ ინტელექტისთვის არაინტუიციურია, რადგან ასეთ სამყაროს ის აქამდე არ აკვირდებოდა და ბევრი კანონზომიერება თუ წესი, რომელიც იქ არსებობს, არ შეესაბამება იმ კანონზომიერებებს და წესებს, რომელსაც ყოველდღიურად ჩვენ აღვიქვამთ, შევიგრძნობთ, ხედავთ და ასე შემდეგ. ანალოგიურად არის ცნობიერება. ცნობიერების რაღაც მეტაფიზიკურია, რაღაც მიღმიერია, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცნობიერება არის ის, ძალიან აბსტრაქტული რაღაცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცნობიერება არის ის, რაც გაძლევთ მეგანცდას. და მოდი მაშინ მეორე მხრიდან შევეცადოთ, რომ შემოვუაროთ. მაშინ კი არ გავიგოთ, იქნებ ჩვენ განვიცდია. განვიცდით ჩვენ თავს, როგორც ცნობიერებას, მოდი ესე ვთქვათ. მეორე მხრიდანაც თუ შემოვლით, აქაც რაღაც პრობლემები გვაქვს. და პრობლემა არის ის, რომ განა ჩვენ არ განვიცდით ჩვენს თავს, როგორც ცნობიერებას. არამედ გაცილებით მეტ რამეს განვიცდით, როგორც საკუთარ თავს. და ის, რაც სინამდვილეში გვაქვს, ჩვენ ვფიქრობთ და განვიცდით, რომ ვართ. ძალიან აბსტრაქტული თემა არის, ძალიან რთული არის ამის ვერბალიზება და არტიკულაცია, მაგრამ მოდი მიმართოთ ძველ და ნაცად მეთოდებს და რაიმე ალეგორია მოვიფიქროთ. როცა ვფიქრობდი რა ალეგორია იქნებოდა კარგი, ჩემთვის პირადად ძალიან გასაგები ალეგორია არის რკინის კაცი. აი ფილმი რკინის კაცი თუ გახსოვთ, ტონი სტარკი ის შექმნის ესეთ სკელეტონს რკინის გარს, ჯავშანს, რომელსაც იცვამს ხოლმე. ამ რკინის ჯავშანში მას გააჩნია ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ქვია ჯარვისი, ესეთი ასისტენტი ვითავს. ის ჯარვისი ესაუბრება, ჯარვისი აკეთებს გარკვეულ კალკულაციებს, ტრაექტორიის გამოთვლას და ასე შემდეგ. რეალურად ასისტენტია. და არის ეს გარსი, სხეული, რკინის გარსი, რომელიც ტონი სტარკს აცვია. ამ შემთხვევაში თქვენი კითხავთ ალბათ, ნუ ყველაფერი ნათელია, ხო? ტონი სტარკს ყოველთვის აქვს იმის გაცნობიერება, რა ნაწილი არის თვითონ, რა ნაწილი არის რკინის გარსი, რომელიც აცვია და რომ ჯარვისი არის ცალკე მდგომი ერთეული, რომელიც მან შექმნა და რომელსაც ის ეურთიერთობება. იბატონო, გეთანხმებით, აქ ყველაფერი მარტივია, მაგრამ მოდი ფილმისგან განსხვავებით, პატარა მოდიფიკაცია გავაკეთოთ. წარმოვიდგინოთ, რომ ნანოტექნოლოგიების მეშვეობით ეს რკინის გარსი არის რაღაცნაირი ჯავშანი, რომელიც ჩვენ სულ დაბადებიდანვე ჩაგვაცვეს. და წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ ზრდასთან ერთად ეს რკინის ჯავშანიც იზრდება. რეალურად წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ არასდროს არ გვინახავს ჩვენი თავი ისეთი, როგორებიც ვართ. ყოველთვის აღვიქვამთ ჩვენს თავს სამყაროში აი ამ რკინის ჯავშანთან ერთად და ყოველთვის აღვიქვამთ ჩვენს თავს ჯარვისთან ერთად, რომლის თანაავტორებიც ჩვენ ვართ. ანუ ბავშვობიდან ჩვენ თანაურთიერთობთ ამ ხელოვნურ ინტელექტთან ჯარვისთან და ესე ვიზრდებით რა. თქვენი აზრით რა მოხდება თუ აი ამ მოცემულობაში გავიზრდებით? რეალურად დიდი არის ალბათობა იმისი, რომ ჩვენ ეს გარსი ჩვენი თავის ნაწილი გვეგონოს და ჯარვისიც, იმიტომ რომ გამუდმებით კომუნიკაციაში და ურთიერთქმედებაში ვიმყოფებით მასთან, ძალიან იოლად შეიძლება გვეგონოს ჩვენი ნაწილი. ანუ რეალურად ის, რაც მეგანცდას მაძლევს, შეიძლება ძალიან გადაიხლართოს და შეეზილოს იმას, რაც ჩემთან არის დიდი ხანი, ჩემია, მაგრამ მე არ ვარ, აი მე განცდას არ მაძლევს. მთელი თემაც დღევანდელი საუბრის ის არის, რომ თუ თქვენ მსგავსი გამოცდილება არ ქონიათ, მსგავსი არ განგიცდიათ, თუ თქვენმა
ინტელექტმა არ დაარეგისტრირა მსგავსი გამოცდილება არასდროს, რომ სხეული, რომელიც თქვენ გაქვთ და ინტელექტი, რომელიც თქვენ გაქვთ, ეს ცალკე მდგომი ობიექტებია და ეს თქვენ მე განცდას არ გაძლევთ, მაშინ თქვენთვის ძალიან რთული იქნება მიიღოთ ის აზრი, რომლის გადმოცემასაც ახლა მე თქვენთვის ვცდილობ. და მეორეს მხრივ, თუ თქვენ ასეთ გამოცდილება გქონიათ, მაშინ ახლა, როდესაც მე მისმენთ, თქვენი ინტელექტი, როდესაც ამ ინფორმაციას იღებს, მისთვის ეს ძალიან ლოგიკური და ბუნებრივი იქნება. ანუ რეალურად შეიძლება ეკრანს მიღმა ადამიანები გაიყოს ორ ჯგუფად. ერთ ჯგუფს ჰქონდეს გამოცდილება იმის, რომ კი, მე მქონია გამოცდილება, რომ მე არ ვარ ეს სხეული. და კი, მე მქონია გამოცდილება, რომ ინტელექტი თავისი მოგონებებით, თავისი რაციონალური ნაწილით და ასე შემდეგ მე მაქვს, მაგრამ ის მე არ ვარ. მე მინდა გაგიზიაროთ პირადი გამოცდილება ყველაზე ადრეული რამდენჯერმე მქონია, მაგრამ ყველაზე ადრეული იყო ეს ბავშვობაში რაღაც სულელურ პრაქტიკას ვაკეთებდით, რომელსაც ახლა არ ვიტყვი, არ ვიცი, ვინმე შეიძლება მოусმინოს და იცადოს გამეორებას. მაგრამ ამ სულელური პრაქტიკის დროს მოხდა ისე, რომ მე რამდენიმე წამით გავითი შეგონება დავკარგე. და როდესაც გონება დამიბრუნდა, როდესაც თვალი გავახილე, იმ მომენტში რეალურად არ მახსოვდა ვინ ვიყავი, არ მახსოვდა რა მერქვა, არ ვიცოდი როგორ გამოვიყურებოდი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ჩემთვის განულდა, მაგრამ აი ეს მე განცდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მე ჩემს სახელს არ უკავშირდებოდა, მე ჩემს ისტორიას არ უკავშირდებოდა, ეს მე განცდა მომენტალურად იყო. რომ მიუბრუნდეთ უკან თემას. რეალურად არის ინტელექტი, რომელსაც შეუძლია ინფორმაციის მიღება, ლოგიკური დამუშავება, დასკვნების გაკეთება, შეფასება ყველაფრის და არის ცნობიერება, რომელსაც შეუძლია განიცადოს და რომელსაც შეუძლია აღქმა. ინტელექტი არის ის, რაც გაგვაჩნია, ცნობიერება არის ის, რაც მე განცდას გვაძლევს და თუ ინტელექტი სწორად ფუნქციონირებს, თუ ინტელექტი თუ ჩვენ არ ვთხოვთ, არ ვაიძულებთ ინტელექტს, რომ არასწორად იფუნქციონიროს, მაშინ ინტელექტს სჭირდება გარკვეული ინფორმაციული ნაწილები, რომლებიც უკვე ვალიდურია, რომლის ვალიდაციაც უკვე გაუკეთებია, იმისთვის, რომ ახალი მიღებული ინფორმაცია შეაფასოს და გადაწყვიტოს, ის ვალიდურია თუ არა. და როდესაც ჩვენ ინტელექტს ვაცვლით რაიმე ინფორმაციას, რომელიც ეხება განცდილს, გარკვეულ მდგომარეობას მაგალითად, გარკვეულ განცდას, თუ ინტელექტს არა აქვს რაიმე რაზე დაყრდნობითაც, თუნდაც მიახლოებით წარმოიდგენს, სიმულაციას გააკეთებს, მაშინ ინტელექტისთვის ძალიან რთული არის რაიმე დასკვნის გააკეთება და საერთოდ ამ ინფორმაციის მიღება, ვალიდურად ცნობა. ძალიან ხშირად ხდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ჩვენ ადამიანები რეალურად ესეთ მოკლე გზებს ვაკეთებთ ხოლმე ინტელექტში, ანუ სრულ პროცესს კი არ ვატარებთ, ესეთი სრულ ვალიდაციას კი არ ვატარებთ, არამედ რაღაცის გამო ჩვენ გვაწყობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს რეალურად განცდა ეს ჩვენს ბაზაში, ჩვენს ინსტრუმენტების უჯრაში არ გვაქვს გარკვეული განცდა, მაგრამ მიღებული ინფორმაციას მაინც ვამუშავებთ და ვალიდურად ვთვლით. მაგალითად, აი ამას წინათ ინტერნეტში წავიკითხე, სოციალურ ქსელში გაზიარებული,
კვანტური ფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის შროდინგერის ფრაზა, რომელიც საუბრობდა იმაზე, რომ სამყაროში ჩვენ ყველანი ერთნი ვართ და ეს ყველაფერი ერთი ცნობიერებაა და ასე შემდეგ. ნახეთ, ინტელექტმა მიიღო ეს ინფორმაცია და ეხლა როგორღაც უნდა გავუკეთოთ ამას შეფასება, evaluation, უნდა დავასხვნათ. ეს მართლა ისე არის თუ არა? თუ მე მქონია თუნდაც ერთი წამით რაღაც მომენტში განცდა იმის, რომ მე არ ვარ შემოსაზღვრული ამ სხეულით. და მე მაგალითად ჩემს ირგვლივ გარემო ვიგრძენი როგორც საკუთარი თავი, აი ეგეთი აბსტრაქტული რაღაც წარმოიდგინეთ. არ დაიძაბოთ ესეთ. დაუშვათ ვიგრძენი, რომ აი რო ქვაგდია, ის ქვაც მე განცდით განვიცადე. ანუ გარიდან კი არ შევხედე ქვას და გავიაზრე, რომ იქ ქვადებს, არამედ იქაც ვგრძნობდი, რომ ეს მე ვარ. აი დაუშვათ რაღაც მსგავსი გამოცდილება თუ მქონდა, შეიძლება ეს განვაზოგადო და ვთქვა, რომ შეიძლება რომ სამყაროში ყველაფერი ერთი იყოს. და შეიძლება ჩვენ საერთოდაც ერთნი ვართ და რაღაცნაირად ჩვენ გონია ილუზია გვაქვს, რომ ცალკე მდგომი ერთეულები ვართ. და ჩემი ინტელექტი თუ ის სწორად ფუნქციონირებს და თუ მსგავსი გამოცდილება მქონია, ამას ვალიდურად ჩათვლის. მაგრამ თუ მე მსგავსი გამოცდილება არასდროს არ მქონია, მიახლოებული გამოცდილებაც არ მქონია, მაშინ რა არჩევანი მაქვს? ერთი რომ ვთქვა, რომ არა, მე ეს არ ვიცი და ვაღიარო, რომ რას ამბობს ეს კაცი, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ჩემთვის ეს რაღაც არავალიდურია. ან მოვექცეთ გარკვეული ავტორიტეტის გავლენის ქვეშ და ვთქვათ, რომ და წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ ეს გავიგეთ და ჩვენ ეს მივიღეთ და ჩვენთვის ეს statement-ი, ეს გამოთქმა ვალიდურია. რეალურად ბევრი მიზეზი არის ის გამოც ჩვენ ადამიანები ხშირად ვაკეთებთ ამას, ანუ რეალური განცდის, რეალური გამოცდილების მიუხედავად ჩვენ ვიღებთ გარკვეულ მოცემულობას განცდილის გარეშე ვიღებთ როგორც ჭეშმარიტებას, როგორც მოცემულობას და მსჯელობის პროცესში თუ ამ ინფორმაციის შეფასების პროცესში გარკვეულწილად თვალს ვხუჭავთ. ინტელექტს ვეუბნებით, რომ თქვათ ბოლომდე არა, მაგრამ აი აქ დავხვიჭოთ ბოლო შროდინგერმა თქვა. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თვითგანვითარებაზე, ფსიქოლოგიის გარკვეულ ასპექტებზე და ვახსენებთ რაღაც აბსტრაქტულ ცნებებს, ან შეიძლება ვახსენოთ აბსტრაქტული ცნებები. ხშირად შეიძლება იყოს მომენტი, როდესაც გარკვეული ცნება ჩვენს გამოცდილებაში არ იყოს და მე მინდა თქვენ რომ იყოთ ფხიზლად და დააკვირდეთ ამას. და ყოველ შემთხვევაში იცოდეთ რა ხდება ამ დროს. ამ დროს ხდება ის, რომ თქვენ შეიძლება გარკვეული ყველაფერი კარგი ხდება ამ დროს. ამ დროს თქვენი ინტელექტი ფუნქციონირებს სწორად და მხოლოდ იმიტომ, რომ მას გარკვეული გამოცდილება არ ქონია, ცნობიერებისგან მიღებული გარკვეული განცდა და გამოცდილება არ აქვს რეგისტრირებული თავის საცავში, თავის ბაზაში, შესაბამისად ის ამბობს, რომ არ ვიცი მე რაზე არის აქ საუბარი და შემთთვის გაუგებარია. რაც არის აბსოლუტურად ნორმალური და კარგი. მაშ ასე, დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ინტელექტზე და ცნობიერებაზე. მინდა რომ ორი დავალება მოგცეთ, როგორც ყოველთვის, ერთი არის დროში შეზღუდული. მინდა რომ გაიხსენოთ, აი როგორც მე გაგიზიარეთ ჩემი ერთ-ერთი ბავშვობის გამოცდილება, მინდა რომ გაიხსენოთ თუ გქონიათ თქვენ ისეთი განცდა, რომ სხეული თქვენ გაქვთ, მაგრამ თქვენის არ ხართ. თუ არ გიქვამთ, თუ განგიცდიათ რაიმე მსგავსი. ან იგივე თუ გქონიათ ინტელექტთან მიმართებაში, რომ ინტელექტი როგორც გონებაში მიმდინარე კალკულაციური პროცესი, რთული მექანიზმი, საკმაოდ და საინტერესო, მაგრამ თუ გქონიათ განცდა, რომ ინტელექტი არის რაღაც როგორც ჯარვისი, როგორც ხელოვნური ინტელექტი, რომელიც თქვენია, თქვენ გაგაჩნიათ, თქვენ მის თანაავტორი ხართ, მაგრამ ის თქვენ არ ხართ. ეს არის დროებითი დავალება და დავალება, რომელიც მინდა რომ მომდევნო თავამდე გააკეთოთ, არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პრაქტიკა, რომელიც ძალიან მარტივად გამოიყურება, მაგრამ არის ძალიან ძლიერი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ
კრედიტი მიდის სადგურისგან, რომლისგანაც მე ეს პრაქტიკა ვიცი, ის ძალიან მარტივი არის. რაც თქვენ უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ უნდა დაჯდეთ კედელთან, ესეთი 90 გრადუსიანი კუთხით გამართული ფეხებით, ან დაჯდეთ სკამზე კომფორტულად, ხელები ამოაბრუნოთ, ხელისგულები მართოთ სერვით, დაიწყოთ ფეხებზე, ძალიან მოადუნოთ ხელები, ეცადოთ, რომ თქვენს მოდუნდეთ, თვალები დახუჭოთ და უბრალოდ დააკვირდეთ თქვენს სუნთქვას. არც ისუნთქოთ, ეცადოთ, რომ ისუნთქოთ განსაკუთრებულად, არ ეცადოთ, რომ თან ავტორი იყოთ სუნთქვის, აი ჩაერიოთ სუნთქვაში, მათ ჩაისუნთქოთ, ან მათ ამოისუნთქოთ. უბრალოდ მიუშვით სხეულს, როგორც უნდა და როგორც სუნთქავს ბუნებრივად, ისე ისუნთქოს. თქვენ ეცადეთ, რომ იყოთ უბრალოდ დამკვირვებელი. რა თქმა უნდა, რაღაც დროის შემდეგ თქვენ ცნობიერად გადაერთოთ შეიძლება სხვა რამეზე, ფიქრებს გაყვეთ, ან ასე შემდეგ, მაგრამ ეცადეთ, რომ უკან დაბრუნდეთ სუნთქვასთან და დარჩეთ სუნთქვასთან, რაც შეიძლება დიდხანს. კარგი იქნება, რომ დღეში რამდენჯერმე გააკეთოთ მინიმუმ 10 წუთი, დასაწყისისთვის იდეალური იქნება. ძილის წინ არის იდეალური და მინდა რომ უბრალოდ დააკვირდეთ და აი მომდევნო თავის ანამ გვექნება თქვენი განცდები, რა განიცადეთ აი ამ პრაქტიკის დროს, აღწეროთ, შეეცადოთ ამის ვერბალიზებას, არტიკულირებას და დაწეროთ, რა იყო თქვენი განცდა, რა განიცადეთ. აი ესეთი მარტივი თემა გქონდა დღეს, მარტივი და საინტერესო, ინტელექტი და ცნობიერება. კარგად ზარდებოდეთ და შევხვდებით მომდევნო თავში.